ღორის კანის კოლაგენისგან დამზადებულმა ინოვაციურმა ბიოიმპლანტმა 20 პაციენტს, რომელთაგან 14 სრულიად უსინათლო იყო, მხედველობა 100%-ით აღუდგინა. შვედეთის, ინდოეთისა და ირანის მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა შექმნა ალტერნატივა, რომელიც რქოვანას მძიმე დაავადების, კერატოკონუსის სამკურნალოდ გამოიყენება. მეცნიერები იყენებენ ჩვეულებრივი ღორის კანს, საიდანაც კოლაგენის მოლეკულებს გამოყოფენ. სპეციალური ლაბორატორიული პროცესით ერთმანეთში მჭიდროდ წნავენ და ამკვრივებენ, რათა რბილი ქსოვილი საიმედო და გამძლე გახდეს. საბოლოოდ ამ დამუშავებული ბიომასალისგან ყალიბდება სრულიად გამჭვირვალე კონტაქტური ლინზის ფორმის მქონე ჰიდროგელი, რომელიც ადამიანის თვალში ჩასანერგად უსაფრთხოა და ზუსტად იმეორებს ბუნებრივი რქოვანას ფიზიკურ თვისებებს. ამ ამბის ყველაზე კარგი ნაწილი ის არის, რომ მსოფლიოში დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი ელოდება რქოვანის დონორს. დონორების დეფიციტთან ერთად პრობლემა ის არის, რომ ამას ქირურგიული ოპერაცია სჭირდება, რაც ძალიან ძვირია. ეს ინოვაცია კი მარტივი პროცედურაა, რომელმაც შესაძლოა რევოლუცია მოახდინოს მხედველობის აღდგენის სფეროში. ევროკომისიამ ამ პროექტს ეგრეთ წოდებული ბრწყინვალების ბეჭედი მიანიჭა. ოფიციალური კომერციული გაყიდვები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ზოგიერთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს ეს იმპლანტი გამონაკლისის სახით მიეწოდება. ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის სამსახურის საცავში ერთ-ერთ უჯრაში გიგანტური მცენარეჭამია დინოზავრის, ტიტანოზავრის კუდის ძვალი იპოვეს. ეს არის ანტარქტიდის ტერიტორიაზე ისტორიაში პირველად ნაპოვნი დინოზავრის ძვალი, რომელიც უჯრაში 40 წლის განმავლობაში ხელუხლებლად ინახებოდა, სანამ თავიდან არ აღმოაჩინეს. ეს ჩვენი მთავარი გეოლოგიური საცავია. აქ ვინახავთ ანტარქტიდიდან ჩამოტანილ ქანებსა და ნამარხებს. ნამარხი 1985 წელს ექსპედიციის დროს აღმოაჩინა გეოლოგმა მაიკ თომსონმა. ის რეგიონის კლდის ფენების რუკას ადგენდა და ზღვის ქვეწარმავლების ნამარხებს აგროვებდა, რათა ისინი მომავალში ქანების დათარიღებაში დახმარებოდა. მან ეს აღმოჩენა უბრალოდ როგორც დიდი ქვეწარმავალი ისე მონიშნა. ჩანაწერების საოცრად მოწესრიგებულია, სუფთაა, კარგადაა დაწერილი იმის გათვალისწინებით, რომ გაკეთებულია საველე პირობებში, ღია ფერდობის შუაგულში, სადაც საშინელი ყინვა და ქარი უბერავს. წლების შემდეგ მეცნიერმა მარკ ევანსმა ნამარხი კოლექციაში შეამჩნია, თანამედროვე მეთოდებით ხელახლა შეისწავლა და სენსაციური ვარაუდი დაადასტურა. მას ძალიან გამორჩეული ფორმა აქვს. აი აქ ჩვენ ხედავთ იმ სახსრის ბუდეს ერთ ბოლოში და ბურთულას მეორე ბოლოში. ეს არის თავისებურებების კომბინაცია, რომელიც სრულიად უნიკალურია ამ ტიპის დინოზავრებისთვის და როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რასთან მქონდა საქმე. ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ მილიონობით წლის წინ დღევანდელი ყინულოვანი და მკაცრი ანტარქტიდა სინამდვილეში მწვანე, ხშირი ტყეებით დაფარული ადგილი იყო, სადაც ეს 7 მეტრიანი არსებები ბინადრობდნენ. ბუნებრივი შაქარი, რომელიც ჟოლოში გვხვდება და ავტორუჯის ლოსიონებში გამოიყენება, ირმის ნახტომის ცენტრის მახლობლად მდებარე მტვრისა და აირის უზარმაზარ ღრუბელში აღმოაჩინეს. როგორც დგინდება, მარტივი შაქარი ერითრულოზა ქიმიური რეაქციების შედეგად ვარსკვლავთშორისი მტვრის უმცირეს ნაწილაკებზე წარმოიქმნება, რომლებიც შემდგომში წვიმად ეშვება მახლობელ სამყაროებში. ან იქ აღწევს კომეტების შემადგენლობაში მოხვედრის შემდეგ, რომლებიც საბოლოოდ პლანეტებს ეჯახებიან. შაქრები ანუ მონოსაქარიდების სიცოცხლის წარმოშობისთვის აუცილებელი ინგრედიენტებია, რადგან წარმოადგენენ RNA-მისა და DNA-მის საფუძველს. სწორედ ამიტომ არიან ისინი ასეთი მნიშვნელოვანი. მეცნიერების შეფასებით მილიონობით ტონა ერითრულოზა დედამიწაზე ჩამოცვივდა მაშინ, როცა მას ასტეროიდებისა და კომეტების ტალღამ გადაუარა. იაპონიაში შიზუკუიშიში პოლიცია ეძებს დათვს, რომელიც კერძო საკუთრებებში მაცივრებს აცარიელებს. ინციდენტები მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილობრივებმა პოლიციას აცნობეს, რომ დათვი ტრადიციული ტკბილეულის მაღაზიაში შეიჭრა, მაცივარი გამოაღო და დონატები შეჭამა. ის ნელა დადიოდა და საერთოდ არ ჩანდა დამფრთხალი. საცხოვრებელ სახლში კი დათვმა ტკბილეული და შაქარი მიირთვა. დათვი ერთი კვირის განმავლობაში 4 ჯერ შემოგვეჭრა სახლში. შექმნილი ვითარების გამო ადმინისტრაცია მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.